ხოსიტაშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, გრძელდება რა თქმა უნდა ბრწყინვალე შვიდეული, რაც ნიშნავს რომ გრძელდება აღდგომის დღესასწაული, როგორ იცვლებოდა სააღდგომო ტრადიციები და ზოგადად სააღდგომო თემატიკისადმი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში, როგორ იდევნებოდა ეს დღესასწაული საბჭოთა კავშირის დროს და როგორ შემორჩა ძველი რიტუალები თანამედროვე საქართველოში, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარია მირია ხოსიტაშვილი, ეთნოლოგი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე და ახლა სწორედ მისგან გავიგებთ საინტერესო ამბავს. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ პირველ რიგში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღდგომა საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როგორც რელიგიური, ასევე კულტუროლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთგვარი ისტორიული ექსკურსი ძალიან საინტერესო იქნება ახლა თითოეული ჩვენგანისთვის და მოდით დავიწყოთ იმით, რა გზა გაიარა აღდგომამ უძველესი დროიდან დღემდე და როგორ მოვიდა ის ჩვენამდე ის ადათ-წესები, ტრადიციები, რიტუალები, რომელიც თან ახლავს აი ამ დღესასწაულს. დიდი სიამოვნებით გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენ და სრულიად საქრისტიანოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და სწორედ საქართველოსთვის ქართველი მართლმადიდებლებისთვის აღდგომა იყო და არის დღესასწაულთა დღესასწაული, ასე იწოდებოდა ყოველთვის და ამას გვაძლევს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა, რომელიც მაგალითად არის გაკეთებული გიორგი ბრწყინვალის პერიოდში, რომელსაც ქვია სახელმწიფოს კარის გარიგება, სადაც პრაქტიკულად პროტოკოლია დღესასწაულების აღნიშვნისა და აი სწორედ აღდგომას მე იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილიც, როდესაც სამეფო დასი ანუ ოჯახი გაახსნილებდა, ასე იტყო, ხშირად სხვადასხვა რეგიონებშიც აღდგომას უწოდებდნენ გახსნილებას. და როდესაც გაახსნილებდა, იწყებოდა მერე საზეიმო მიღება. პურობა და პურობის შემდეგ იყო სპორტული ტრადიციული თამაშობები, როდესაც თავს შეიქცევდნენ ხოლმე ადამიანები და ამაზე ემზადებოდნენ მთელი ის პერიოდი, როდესაც არის მარხვა, დიდი მარხვა და მოკლედ აღდგომას ჰქონდა განსაკუთრებული ტრადიცია. მთელი საქართველო რეალურად ძირითად ხაზს ატარებდა აღდგომის დღესასწაულზე, თუმცა კუთხეების მიხედვით იყო მცირე განსხვავებები, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. კი, საინტერესოა, რა თქმა უნდა, ამაზეც რო ვისაუბროთ. დიდი სიამოვნებით. მოკლედ იყო განსხვავებული რიტუალები, ტრადიციები საქართველოს სხვა კუთხეში, აი ეს დამახასიათებელი ადათ-წესები მირიან. აი იგივე საინტერესოა ძველი თბილისი როგორ ხდებოდა აღდგომის დღესასწაულს. რეგიონებში რა ხდება? ის განსაკუთრებული ნაწილი უნდა წამოვწიოთ, რომელიც გულისხმობს ამ ქალაქის მულტიკულტურულობას და მულტიეროვნულობას. და საინტერესოა, რომ არა რელიგიით მართლმადიდებლებსაც ულოცავდნენ ხოლმე და პრაქტიკულად საეკლესიო დღესასწაულების შემდეგ ერთად აღნიშნავდნენ და ტრაპეზს თქვათ ერთად იხდიდნენ. და ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც აი მეზობლები არა თქვენ ახსენეთ საბჭოთა პერიოდი და მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც კი აი ამ ფრაგმენტს აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ. მით უმეტეს ვიცით რომ აღდგომა იგივე შობა იდევნებოდა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და ეკლესიაში შესვლაც კი კრიმინალის ტოლფასი იყო. და აი წითელი კვერცხის შეღებას ჩუმად აკეთებდნენ ოჯახებში. რომ ჩუმად იღებებოდა და საჯაროდ ეს არ გამოჰქონდათ. თუმცა მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ქართველმა ერმა ესეც დაძლია და რეალურად ჩვენ ღიად და აღნიშნავ და ტრადიციების ბევრი ნაწილი სააღდგომო რიტუალებთან დაკავშირებით დღესაც შენარჩუნებულია. აი ეს სწორად თბილისი ვახსენე და თბილისთან დაკავშირებით იყო, რომ ერთ-ერთი პირველი მილოცვა და საზეიმოდ ეთნიკური, მაგალითად აზერბაიჯანელები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, ეთნიკური ირანელები, თურქები და სხვა ულოცავდნენ და არა მხოლოდ ისინი, არამედ ეთნიკური გერმანელებიც, მათ შორის, რომლებიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ ჩვენს ქალაქში. და ეს იყო საზეიმო ცერემონია და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, რომ აღდგომას წინ უძღოდა ეგრეთ წოდებული ჭონა. ალილო არის საშობაო მოძრაობა, ხოლო ჭონაზე სიარული იყო სააღდგომო. და მოწყალებას ითხოვდნენ ახალგაზრდები ძირითადად საზეიმო მსვლელობით, ყიჟინით, ცერემონიალით და ამ ცერემონიალზე გასცემდნენ არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ
ეთნიკური უმცირესობების ჩვენ ქალაქში მცხოვრები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები და ეს იყო გარკვეული ტრადიცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი აღნიშნოთ, რომ აქ შეგროვილი სურსათი, სანოვაგე, საჩუქრები, ფული მათ შორის არა მხოლოდ ეს ადამიანები იყოფდნენ ნიჭონაზე დადიოდნენ, არამედ სოციალურად დაუცველებს, ქვრივებს, ობლებს, თავშესაფარის მქონე ადამიანებს უნაწილებდნენ და ეს იყო ძალიან კარგი სოციალური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. და ზოგიერთ სოფელში დღესაც შენარჩუნებულია საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კუთხეები ვახსენეთ და აქ უნდა ვთქვათ, მაგალითად, ის კუთხეები, რომელიც ჩვენ ისტორიული სამშობლოა, ისტორიული საქართველო, მაგრამ დროებით ფარგლებს გარეთ არის გასული. ვიღან აფხაზეთის თემაზე იყოს ეთერში საუბარი და მათ შორის აფხაზები, რომლებიც რელიგიურად არ იყვნენ მართლმადიდებლები, ქართველებთან ერთად აღნიშნავდნენ ხოლმე და ეს იყო დიდი ზეიმი, ერთობლივი, პატივისცემის გამოხატულობა, რასაკვირველია. აქვე უნდა ვთქვათ, მაგალითად, საინგილოს, ისტორიული ჰერეთის ისტორიაც. ამ დღისთვის განსაკუთრებით აცხობდნენ პურებს. მოგეხსენება, ჩვენი ქვეყანა ხორბლისა და პურის ქვეყანა სამშობლოა და ის სწორედ ამ პერიოდში ყველა ოჯახის წევრის სახელზე ცხებოდა პური და რომელიც კარგად გამოცხებოდა და ასე ვთქვათ აბროცილი და კარგი ფერის იყო, იმ ადამიანს ესეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ კარგი წელი ელოდა. ანუ ეს აღდგომის დღეებში ხდებოდა დღესასწაულზე უშუალოდ. მოგეხსენებათ, პასკა გვიანდელი ამბავია. ხო, და ეს პასკა როდის შემოდის უკვე ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ესეც რუსეთის იმპერიის გავლენით, თუმცა მანამდე სადღესასწაულო კვერები ცხებოდა საქართველოში და განსაკუთრებით ტკბილი ქადები. და სპეციალურად აცხობდნენ ამ დღესასწაულისთვის. მაგალითად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დღესაც ცხობა ასეთი პურები და ოჯახები, რომლებიც არ დატოვეს საკუთარი სახლი, დღესაც საცხობენ გაზაფხულით. ამ ისტორიას, იმიტომ რომ ეს ტრადიცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა კვერცხიც იღებება. კვერცხიც მოგეხსენებათ მარადიულობის სიმბოლოა და განსაკუთრებით სიცოცხლის გამარჯვების სიკვდილზე და ამიტომაც კვერცხის შეღება იყო საინტერესო და ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია მინდა გითხრათ, რომელიც ხევშია შემორჩენილი, განსაკუთრებით ცნოს ხეობაში, ყველა ოჯახის წევრის სახელზე იღებებოდა ერთი კვერცხი, გამოიტანდა ოჯახის დიასახლისი ეზოში და ქუჩაში მოსეირნე ბავშვები ისრებს ესროდნენ ამ კვერცხს. პირველი ვის სახელზეც კვერცხი გატყდებოდა, აი იმასე ამბობდნენ, რომ წარმატებული წელი ელოდა. და ეს ტრადიცია დღესაც სრულდება და ძალიან საინტერესო ამბავია ყოველივე ეს. აი თქვენ რამდენიმე ტრადიციას გაუსვით ხაზი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ჯერ ისეთ გულდასაწყვეტია, რომ ბევრი ტრადიცია, რომელიც ჩვენ გქონდა და მოდიოდა წლების განმავლობაში, ნელ-ნელა რაღაცნაირად გაქრა, ხო, აღარ არის მაგალითად ყველა სოფელში არ ხდება ის, რაც ხდება მაგალითად ზოგიერთ სოფელში, თქვენ რასაც ხაზი გაუსვით. მინდა რომ აი ამ ტრადიციებზე გკითხოთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც იყო აქამდე და დღეს ჩვენამდე არ მოვიდა. კი, ასეთი ბუნებრივია, ბევრი ტრადიცია არსებობს და განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ აი სპორტული შეჯიბრებები. დღეს მხოლოდ გურიაშია შემორჩენილი ლელობურთი, მაგრამ ლელობურთი არ იყო მხოლოდ გურულების, ასე ვთქვათ, სპორტი. ის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული უბრალოდ სახეცვლილებებით. გუშინაც გაიმართა ლელო გურიაში და მხოლოდ იმ რაიონში შემოშვა. თორემ აი მე როდესაც ვახსენე ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს, რომ მაგალითად იმართებოდა ჯირითი და იმართებოდა ყაბახი. ყაბახი იყო ასეთი სპორტული სახეობა, როდესაც მოჯირითე მიდის და ოქროს ან ვერცხლის თასს, რომელიც შემაღლებულ ადგილას იდგა, ისრიან ისრებს. ვინც მოხსნიდა ამას, იმას ელოდა განსაკუთრებული წარმატება და როგორც წესი იყო ხოლმე მისთვის ეს საჩუქარი. ეს ხდება დინამიკაში, ხო? და აი საბჭოთა პერიოდში მათ შორის ეს ამბავი დაიკარგა და აიკრძალა. სხვა შორის საბჭოთა პერიოდს რადგან ვეხებით, უნდა ვთქვათ, რომ ხშირად იყო კვირას სასაფლაოზე გასვლა. ჩვენ მოგვეხსენება, რომ ორშაბათს არის საფლავო კურთხევის დღე, მაგრამ ორშაბათს ვინაიდან იყო სამუშაო დღე და განსაკუთრებით ისჯებოდა ის ადამიანი, ვინც სამსახურში არ გამოცხადებოდა. ამიტომ კვირა დღეს გადიოდნენ ქართველები, ამითაც რაღაცნაირად თავი დააღწიეს ამ ამბავს და გამოსავალი მონახეს მოკლედ. თორემ კვირა დღე არის რეალურად ღვთის აღდგომის დღე და განსაკუთრებული ზეიმი და დღესასწაულთა დღესასწაულს სწორედ ამიტომ უწოდებთ. და მერიან საკმაოდ გავრცელებული რიტუალი იყო საქართველოში ჭიაკოკონება, რომელიც დიდი ხუთშაბათის წინა დღეს ტარდებოდა ხოლმე და ვიცით რამე აი ამ რიტუალის წარმომავლობის შესახებ? რასაკვირველია, ეს არის წინარე ქრისტიანული პერიოდის
ქრისტიანობამდელი პერიოდის დღესასწაული გაზაფხულის ემთხვევა და უბრალოდ აღდგომის პერიოდს დაუმთხეს ძიმე მარხვის ერთ-ერთ კვირაში, მაგალითად ოთხშაბათ დღეს იმართებოდა წიაკოკონა, რომელიც გულისხმობს მზის თაყვანისცემის. და უბრალოდ საღდგომოდ, რადგან გაზაფხულია და სიცოცხლის განახლების წელია, აი ამ დროს აღსრულებდნენ ხოლმე ამ ტრადიციებს და ესეც ნიშანდობლივი ამბავია, რომ მრავალი საუკუნის წინანდელ ტრადიციებს დღესაც მცირედ, მაგრამ მაინც აღნიშნავენ ჩვენს ქვეყანაში. მზის თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმაა ჩვენ ქვეყანაში შემონახული და კი, აი ეს ჭიაკოგონობა მე მახსოვს, რომ ჩვენ ბავშვობაში ძალიან აქტიურად იყო, მაგრამ დღეს მე მგონი იშვიათად ვაკლებთ, თუმცა ჩემს ბავშვობაშიც მე მახსოვს, როგორ ტარდებოდა ეს რიტუალები და პატარები, ახალგაზრდებიც კი ეს აქტიურად იყვნენ ხოლმე ჩართულები. აი ამ ქრისტიანული მოძღვრების პარალელურად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც მირიან, რომ დღემდე საქართველოში მსხვერპლშეწირვის ტრადიცია შემორჩენილია, ხო? აი კერძოდ საღდგომოდ ბატკნის შეწვის წესი. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ვთქვათ? ეს ტრადიცია ქართლში და კახეთშია შემორჩენილი, თუმცა უნდა ვახსენოთ, რომ გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოშიც და შეწვა მოხარშვის ტრადიცია და განსაკუთრებით ჩაქაფული ხა არამეგულება ოჯახი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც თქვათ გუშინ არ მოემზადებინა ეს ქართული ტრადიციული კერძი და განსაკუთრებული. სწორედ იქაც იყო გავრცელებული ეს წესი და ესეც საფუძველი როგორც ქრისტიანული ნაწილი, ესე რომ წინარე ქრისტიანული საფუძველიც იყო ამ ცერემონიალის, რომ აუცილებლად ბატკანი უნდა შეეწირა და სხვათა შორის. მე ვახსენეთ ჩვენ რომ ხორბალი და პური ტრადიციული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ ასევე რაც ხადია ღვინო და განსაკუთრებით ქართულ ოჯახებში მთელ საქართველოში კუთხეების განურჩევლად სპეციალურად ინახავდნენ საღდგომო ღვინოს, რომელსაც აღდგომას გახსნიდნენ ხოლმე აუცილებლად. ეს იყო ქვევრი თუ სხვა ჭურჭელი, რომელშიც ინახავდნენ. და ანუ პრაქტიკულად ეს ორი განსაკუთრებული ამბავი ღვინოცა და ბატნის ხორციც იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი მის გარეშე აღდგომის დღესასწაული. და ალბათ შეუძლებელია არ შევეხოთ საქართველოს ფარგლებს იქითაც საინტერესოა რა ხდება ბუნებრივია როგორ ვითარდებოდა ეს ტრადიცია მსოფლიოს რიგ ქვეყნებში თუნდაც იგივე ევროპაში და როგორ ვითარდებოდა ეს ცვლილებები მასთან ერთად საქართველოში შეგვიძლია გარკვეული პარალელების გავლება ბუნებრივია და ძალიან საინტერესოა რომ ტრადიციული ქვეყნები ისეთი მაგალითად როგორიც არის იტალია საზეიმოდ აღნიშნავდა და იყო მთელი რიგი ცერემონიალები მათ შორის თეატრალური წარმოდგენები და მსვლელობები ქუჩაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენც აი ეს მსვლელობები თუნდაც სპორტული სახეობები აღვადგინოთ რაც თქვა ჩვენთან დაკარგულია და ამის არაერთი ინიციატივით გამოვსულვართ საინიციატივო ჯგუფთან ერთად რომ მაგალითად საღდგომო რიტუალები იგივე ჭონა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აღვადგინოთ და ესე იგი იტალიაშიც ესპანეთშიც იმართება განსაკუთრებული მსვლელობა და ეს არის სახალხო დღესასწაულები, როდესაც გამოაბრძანებენ მათ შორის ღვთისმშობლის ძეგლს და მიდის აი მსვლელობა და ლოცვა და მათ შორის გადასცემენ საჩუქრებს. საჩუქრების გადაცემის ტრადიცია იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად ფლორენციაში. დღესაც ანუ ვინც გამოდის მუზეუმები, იმას საჩუქრებით აჯილდოვებენ. და ჩვენ შემთხვევაში ეს ტრადიციები მგონი არ იქნება ურიგო რომ აღვადგინოთ. მოთავე უნდა ამ საქმეს და მე ერთი ჩემი მხრიდან ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, იცოდეთ რომ საინფორმაციო კუთხით ყოველგვარი მხარდაჭერა გექნებათ, თუ კი ამ ტრადიციების დაკავშირებით განსაკუთრებით გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. სადაც სპორტია გარეული, იქ ახლა ვაშე როგორ აუცილებლად არის აქტიურებს. მე ჩვენ წინა გადაცემებში საუბრობდით ამ ტრადიციებზე და მართლა ძალიან გულდასაწყვეტია რომ ბევრი ისეთი ტრადიცია რომელიც უნდა მქონდეს დღეს და ამ ტრადიციებზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობა დღეს ატომღაც მივიწყებულია და გამქრალი. კი, და აუცილებლად აღსადგენია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ვართ განსაკუთრებული კულტურის მქონე ქვეყანა და ეს არ არის ალბი ამბავი, ათეულობით საუკუნეს მოიცავს ეს ტრადიცია და ტრადიციები არის ჩვენი იდენტობის მთავარი საწყისი. რომ ჩვენ ვაიგივებთ თავს იმ ისტორიულ სამშობლოსთან, რომელიც ქრისტიანული სამშობლო და ერთ-ერთი ყველაზე ძველი დედამიწაზე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მირიან, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენთან შეხვედრა. მადლობა თქვენ საშუალებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ჩვენ სასაკვირველია, დიდი მადლობა და პირობა დადებული მაქვს, ასე რომ თუ დაიწყებთ ამ საქმის განხორციელებას, იცოდეთ რომ თქვენ გვერდში ვარ.